მე ვაცნობ ყველას როგორც მეგობარს. ჩემი მეგობარი ლოლა. თავიდან სანამ დამოუკიდებლად დავიწყებდი სიარულს და უკვე მერე პირველი ნაბიჯი რომ გადავდგი, ასე ვთქვათ, მარტო გარემოში, იყო საკმაოდ საშიში. მერე და მერე ამ შიშთან ერთად რომ დავიწყე გადაადგილება და დამოუკიდებლად გარემოში სიარული, ეს შიში მოიხსნა. გარკვეული კატეგორიის მშობლებს არ უნდათ რომ მათმა შვილმა ან შვილებმა იურთიერთონ შიშმო პირებთან. მე მგონია რომ ერთმანეთს ცვლით ადამიანები ძალიან დიდი ხანი იყო რომ რაღაცებს ხანაირად ვფიქრობდი და მე მივხვდი რომ არასწორად გვეშინი, არასწორად გავურბივართ, არასწორად ვფიქრობთ ხოლმე. პირველად ტრენინგზე გავიცანი და ვთქვი რომ ვიყავი ბათუმიდან წამოსული და თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრებას ვსწავლობდი. უსინელთოთა სკოლა ერთადერთია საქართველოში, თბილისში. პასიოში გაცილებით უფრო ვერთობოდი, დამალობანასაც კი თამაშობდით, მესამთლოები, საკუთარ გარემოში ვიგრძენი თავი. ჩემი ანებში ასე რო ვთქვათ რა. აი ბათუმში ზუსტად ის მომენტი მქონდა, რომ იყო სიუცხოე ჩემსა და სხვა უბნელებს შორის. 2023-ში რო წამოვედი, უკვე coming out-ი გავაკეთე და მაგან რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბარიერი შექმნა. აი ყველა ადამიანის უკან მისი მრავალფეროვნება არის, რომ არ ამბობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მას არ გრძნობენ. ყველა როგორც ჩვენ გრძნობთ და როგორც ჩვენ გვაქვს ეს რაღაცა ბრძოლები და განცდები, ზუსტად ასე აქვს ყველას და ჩვენ შვილებს მინდა რომ მეტად მოусმინოთ ხოლმე. დედაჩემი შემოყვარა მუსიკა, ასე ვთქვათ რა. მახსოვს დედაჩემი ამბობდა, რომ მუცლად ყოფნისას უსმენდა კლასიკას. დაკვრა უკვე სკოლის პერიოდში დავიწყე, მაგრამ იქამდე უსმენი. წელიწად ნახევარია ფაქტობრივად საერთოდ არ დამიკრავს. ხატვაც აი უფრო სკოლის ბოლო პერიოდში დავიწყე რა. ჩრდილებს თითქოს რაღაცნაირად წინასწარ სანამ ფანკარს დავუსვამდი რაღაცნაირად გონებაში წარმომედგინა. მე მინდა რომ განსხვავებულობა იყოს საზოგადოებაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. თავის რწმენა აქვს და სიმშვიდეს მგურის ძალიან მომწონს.